ბერიანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი წარმოგიდგენთ. ინტერნეტ გადაცემას სიცოცხლის ხიდი. დღეს ოთხშაბათია და ჩვენ ისევ ბედნიერ სახლში შევიკრიბეთ. პირველ რიგში მოიწონეთ ჩვენი ვიდეო, რომ დაეხმაროთ გავრცელებაში, რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს, რა ხდება აქ, მით უფრო ბედნიერი იქნება ყოველი ბავშვის და მათი ოჯახის ცხოვრება, რომლებიც აქ ყველაზე რთულ და ძალიან მძიმე გზას გადიან. მამა ანდრია, ვისი სახელობისაც არის ეს ფონდი, სამწუხაროდ მე მას ცხოვრებაში არ ვიცნობდი, თუმცა გავიცანი არაერთი ადამიანი, ვისაც ძალიან დიდი დრო აქვს მასთან გატარებული და რა ვიცი, ნანობ რომ ვერ მოვესწარი და ვერ შევესწარი და ვერ გავიცანი და ვერ გავატარებ ერთ ერთი წუთი მასთან ერთად. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ბექა და გიორგი ჭიალაშვილები, მამა ანდრიას ბავშვობის მეგობრები, ასე ვიტყოდი, 2 წლით პატარა და ტოლები, ესე გამოდი, 1 წლით. აბადე შუაში. ან შუაში იყო. და ალბათ ყველაზე მეტი მათიციან, ხო, შესაძლებელია ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება მშობლებს არ ცოდნოდა, თუმცა ალბათ ახლა უკვე ყველაფერი იცი. ეგეც არის. არის? ეგეთ რაღაცები არის, მაგრამ ძირითადად, მე და ბერიანდრია ბაღიდან მოვდივართ მაგალითად ერთად. ბაღშიც ერთად. ბაღშიც ერთად ვიყავით. ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ საერთო. კი, ბაღს ერთად ვიყავით და როგორ რაღაცა იცი, არ არსებობს ისტორია. რომ დედათინათინმა არ იცოდეს ჩემი და ბერიანდრიას მაგალითად, მოდი ჩემზე ვისაუბროთ ახლა. ბავშვობიდან თუ ეს მე მოხდა უკვე. ნებისმიერი ჩვენ ერთად ყოფნის ისტორია რო არ იცოდეს დედათინათინმა ეგ გამორიცხულია და რატო? მე არ მახსოვს ერთი დღეც ბერიანდრიას გარეშე. ანუ დედათინათინის გარეშეც ესე რა თქმა უნდა. ჩვენ რო შევიკრიბებოდით, ანუ ჯერ იყო და სკოლიდან რო წამოვიდოდა თუ მასწავლებელი არ ქონდა ან რამე, ჯერ ჩემი სახლი უნდა გამოევლო ავტობუსს და უნდა მისულიყო სახლში, მაგრამ ეს ერთი გაჩერებით ადრე ჩამოდიოდა, მოსულიყო ჩემთან. 1:15-20 წუთი თუნდაც 1 საათი გაგვეტარებინა ერთად და მე მიდიოდა. მაგრამ რომ მიდიოდა რა ხდებოდა? ცე საღამოს ვრეკავდი, ნუ სახლში ხარ? და მე იქეთ მივდიოდი. ისე რა საინტერესოა, ყველაფერზე გვისაუბრია როგორც დედა, არავის არ მოუყოლია, როგორი დედა ხარ. დედას ვიცავ, აი 1000 ბავშვის დედობაზე ვისაუბრეთ, როგორ უყარხართ მას, როგორ მის გარეშე, შენს გარეშე არ შედიან ერთად, მაგრამ როგორც ნამდვილი ბერიანდრიას დედაზე ჩვენ არასოდეს გვისაუბრია. ხო ასეა? ხო, ეს ადამიანი საოცარი დედაა. დედა როგორ, აი მე ჯერ ხომ იყოს თქმა არ გამოდის. მშობლებთან არის, დამიჯერე არის. დღეს როგორ ხდება? როგორი იყო? ჯერ ხო ყველაფერში აყვებოდა. როგორ ხედავდა ბექა? ეს არის საინტერესო. ანუ ხო, როგორ როცა შენი შვილი თანატოლი, ალბათ ზუსტად ისე გიყურებს, როგორც შენი შვილი. ჯერ ხო ყველაფერში აყვებოდა. ყველაფერში, აი, ცოტა ისეთ რაღაც, ყველაფერში გვისწორებდა, მოდი ასე ვთქვათ რა, ანუ ჩვენთან იყო როგორც ჩვენი ტოლი ისე. მაგრამ თუ რამეს დავაშავებდით, გასვანება რა წავიდა და მე ვივალებოდი. იყო ხასიათიანი დედა. კი. იყო როგორც აი როგორც კრუხი ეფარება. ფერმურს და სამაშობდა ჩვენთან. კი, ყველაფერს ეთაბრებოდა. კი. ჩვენ რომ პატარები ვიყავით და მივდიოდით და საერთოდ არ ვქონდა წარმოდგენაში რა უნდა გაგვეკეთებია, როგორ უნდა გაერთვან ახლა პატარები. პედიკოს ყოველთვის ქონდა წამოღებული ბურთი, ფრენბურთის ფედერა. კი, ყველაფერი გასტროლებზე რო დავდიოთ. აი როგორც კემპინგის ხალხს მიაქხო ის ყველაფერი რო აქ ერთიანად აკიდებული, ისე მოდიოდა სახლი. ყველაზე სასიამოვნო გასახსენებელი ჩემთვის როგორი რაღაცა იცით, როცა მე მივდიოდი, ეს თითქმის ყოველდღე ხდებოდა. როდესაც მივდიოდი მე ბერიანდრიასთან, იჯდა სადარბაზოს გამოსასვლელი იყო, პატარა აივანი იყო, სკამები იდგა და კიბე ჩამოსასვლელი გასვლადიოდა ეზოში. დაждდებოდა ესე. კონტროლი? არა, კონტროლი. დაждდებოდა ესე. ხა შეიკრიბეთ, დაგვიძახედა მე და ბერია და ფანდურს გავუვატარებდა და აი მასე გავღეროდა. აქტორდნენ მეზობლად. მე გიოდა რომ შევიკრიბოდი პირველი, მეორე, მესამე ხო გქონდა. არა, იყო პერიოდი ისეთიც, რომ აი მაგალითად რომ მოდიოდით თბილისისკენ ექსკურსია გქონდა არამე გზაში ავტობუსის თან ძღოლის უკან გვაჯენდნენ. აუცილებლად. უსაფრთხოება არის ძღოლის უკან. იგერებდით, ძღოლს მოეწონებოდა ნიკოსე ჩურჩხელასთან აკიდებს გვიკეთდა. ჩვენ არ მქონდა საშუალება რომ გვეყიდა ვარ.
ზუსტად იცოდა ხო რა ხო და ეგ არის ზუსტად თელი პატარაობის აღქმის ძალიან რთული არის რა რომ ეს ყველაფერი ერთიანად გატარებული გაქვს და გავლილი გაქვს მე მაგალითად დავიწყე ფერად და ჭკვიალად ერთად აი ზუსტად ეხლა ეს ბოლო პერიოდია უკვე ის რომ მისახეზე რომ ღიმილს უყურებს იმდენად შეიძლება ვერ გიბრუნდება ეს ყველაფერი რაც წარსულში გქონდა მაგრამ კარგი არის მაინც რომ ხედავ ადამიანს რომელსაც გაღიმებული თვალები აქვს გაღიმებული სახე აქვს და აი აკეთებს იმ ყველაფერს რაც მას გულწრფელად მართლა სიამოვნებს რა საუბრობდით გარეთ რომ რამდენად რადიკალურად შეიძლება დედასაც უთქვია ბევრჯერ უბრალოდ ჩვენ ამ თემაზე არ ვისაუბრია არასდროს მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ესი არის და არა მარტო ჩემიდან დარწმუნებული ვარ რომ არ ყოფილიყო ეს ყველაფერი და დღეს ბერიანდრია ცოცხალი ყოფილიყო ძალიან ბევრი რამ დააკლდებოდა დღეს ამ პატარებსაც დედიკოსაც და ყველა იმ ადამიანს ჩვენთვისაც ჩემ თავზე ნამდვილად ვერ ავიღებ იმიტომ რომ არ ყოფილიყო ეს ადამიანი ჩვენ კიდე ცოტა რადიკალურად სხვანაირად უყურებთ ამ ყველაფერს და დღესაც ესე უყურებთ, იმიტომ რომ არ მგონია თუ სულიერი და ფსიქოლოგიური სიძლიერე არ აქვს ეს ყველაფერი გააკეთო და შეძლო. და ამ ყველაფერს რომ ეს ერთი ადამიანი თავის მეუღლესთან ერთად აკეთებს და ის ადამიანები რომლებიც ბავშვობა ეს ხო მთლიანი ჩემი ბავშვობა ეხა აქ ვიციან რა რამდენი 4-5 წელი არის ჩვენ შორის განსხვავება. მაგრამ ეს ყველაფერი რომ გავლილი გვაქვს და ვიცით ზუსტად რა არის დღეს აი სასწაული ხარ მართლა. ყველა კუთხით და ყველა მხრივ დაჯილდოებული ხარ და ძალიან დიდი მადლობა ბერანდრიას მარტო იმისთვის, რომ სანამ გარდაიცვლებოდა, ესე არ მიყვარს ზოგადად ამ სიტყვის თქვა, მაგრამ სანამ გარდაიცვლებოდა, იმდენად დაგიტოვა თავისი აზროვნება და ფსიქოლოგია, თუ როგორ უნდა მომზადებულიყავი, როგორ უნდა მდგარიყავი, როგორი შემართებით უნდა ყოფილიყავი, ნუ პერიოდი დაგჭირდა ამ ყველაფრის გასათავისებლად, მაგრამ დღეს ხარ დედა, რომელსაც უამრავი შვილი გყავს და შენ რო არ იყო დღეს ბევრი ამ ყველაფერს ფიზიკურად ვერ გააკეთებ. იცი დღეს დედას ხსენებაზე ბევრჯერ ენა დამება, იმიტომ რომ თავიდან ძალიან გამიჭირდა გზის გაკვლევა, ვის ახსენებენ ბავშვები დედა, ანუ ვინ არის დედა, მათი ნამდვილი ბიოლოგიური დედა თუ შენ დედა, იმიტომ რომ მართლა გეუბნები თავიდან მეგონა რომ თავის დედაზე ყვებოდნენ, მაგრამ ერთხელ წამოწთა მე ერთ-ერთ პაციენტს ოპერაციის წინ დედის გარეშე არ შევდიოდა. აღმოჩნდა რომ ოპერაციაზე თავისი ნამდვილი ბიოლოგიური დედა იქ იყო, მაგრამ დედას გარეშე არ შედიოდა. ხო, ეს თვისება თავიდანვე გქონდა თუ მოემზადე დედობისთვის სათანადოდ, როდესაც იცოდი უკვე რომ მალე რეალურად დედა ხდებოდი თუ ასეთი ხარ უბრალოდ ბუნებით, ღმერთით. ჩემი ამბავი ხო ისეთია, საერთოდ ომის დროს გავთხოვდი, რაღაცნაირად ყველაფერი ისე ვითარდებოდა, რომ მთლად კარგად ყველაფრის გააზრებას ვერ ვახერხებდი, იმიტომ რომ საშინელი სიტუაცია იყო. თვითონ სოხუმში ეს მუდმივი დაბომბვები რაღაც ძალიან ისეთი იყო ჩემი და ჩემი მეუღლის ხა ჩემს მეუღლის გადასარევად იცნობენ ბექა და გიორგი და ისიც ჩემნაირი იყო ესე ახალგაზრდობაში დევნილები რო ვიყავით ხან კონცერტებს უტარებდით მეზობლებს ხან დამოქონდა ეს მუსიკალური ცენტრი იყო მაშინ და დისკოტეკებს უტარებდით ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით და მათთან ესე ფარდას რო გააკეთებდნენ 80 კაპიტი და კიდევ ექსი მქონდა შინაგანად, რომ აი ეგეთ რაღაცებს სულ ვაკეთებდი ჩემს ირგვლივ. თან იმ ადამიანებზე ზრუნავდი და მე თვითონ ხალისობდი ძალიან და ისეთი კარგ დისკოტეკებს ვატარებდით, რომ ვერ წარმოიდგეთ იმ სადაც იქ ცხოვრობდით და არ ვიცი, რო გითხრა რომ მომემზადი არა. თავისით ვითარებოდა. მე მამანდრი იმდენად მართლა კარგი შვილი იყო და ძალიან მინდოდა რომ მეგობრები ყოფილიყავით და მეგობრები ვიყავით. ამიტომ ყველაფერს მათთან ერთად ვაკეთებდი. მეგობრობა იმახო არ მოიტანა, რომ ზედმეტად აკონტროლებდი და სხვა გზა არ დაუდოვებდი. საერთოდ ამ კითხვაზე ზუსტად ვიცი რომ ყველასო, მაგრამ მაინც ბევრი მშობელი დაიჭერს. თვითონ მამა ანდრიას იყო ისეთი ადამიანი, რომ თვითონ ქონდა სურვილი, რომ დედამისს ცოდნოდა, სად იყო, რას აკეთებდა, როგორ აკეთებდა
ანუ ხო ვიცოდით რომ რეალურად არ დაუშლიდა ეხა დედათინათინი არაფერს და ისეთ რამეს არც გააკეთებდა. კარგად ვიცოდით რომ თვითონ არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯს რომ რაღაცით დააზარალებდა მშობლებს. აი როგორი ბუნება ქონდა იცი, აი ხო შეიძლება ეხა მოზარდები ვართ, ბიჭები ვართ, ის პერიოდია, ნუ ხო შეიძლება რთული პერიოდი ბიჭებისთვის, ხო რა თქმა უნდა, აი ძალიან ძალიან თუ და ვიღაცა მივიდოდა იქეთ იჩხუბებ. არა. ეს ხო როგორ იცი? თუ დამნაშავე იყო თავს არ დახრიდა სიტყვაზე ვთქვათ, მაგრამ აუხსნა როგორ იცი? დიპლომატიურად, წყნარად, შვიდად. ხო, ან ძალიან აი როგორ ვიტყვა, გამოთქმა ისეთ რაღაც რომ ჭიანჭველასაც კი ფეხს არ მოხდა ერთხელ ესეთი ბუნებაა. აი მუსიკალურში რო სწავლობდით, მაშინ მოხდა ზუსტად ეგ სიტუაცია და პერი ანდრეამ უთხრა, ვისთანაც ჩხუბი მოვიდა, რომ დამნაშავება რო ვიციო, ყველანაირად შეგიძლიაო მითხრა, ეს მაგრამ პატარები ვართო და რავი თუ ძალიან დიდი სურვილი გაქვს რომ ხელი დამარტყა აგერა ვარ ხო თუ არა გაქვს მაშინ რომ ვისაუბროთო და მე ბოდის მოგიხთიო და ეგ იყო და წამოვედით ეგ პერიოდი დათულებაც წამოიღო დედიდან მოვდიოდით ქადები ქონდა და ახალი გაკეთებული და ეგიდან მოვდიოდი სპეციალურად ავდიოდ ხო ხო და ძალიან ბევრი რამე არის ისეთი რაც ანუ ბაღში ხო გაგახსენდება მე სიმღერაში მე გუნდში ერთად იყვნენ ერთად მღეროდნენ იქნებოდა ნიკო ეზოში თუ ყოველდღიურად სამღერები ახლოსაც ცხოვრობ. დილით 9-საც არ ვიყავ, მაგრამ მე ხო ვიყავ ხოლმე სულ. გადმოსვლა არ მიჭირდა ეხა ახალგაზრდა. ტრანსპორტი არ ჭირდებოდა ერთი განჩერება იყო და. ერთი განჩერება ქონდა. სხვათა შორის დღეს ბევრი რამე გავიხსენეთ კიდე გადაცემამდე მე და ბექა ცოტა ადრე მოვიდა და ისეთის გამახსენა რატომღაც ალბათ ეგეთ მეც ჩაკეტილი მქონდა გონებაში და არ ვიცი რატო ჩავკეტე. მახსოვს როცა მკურნალობდა მძიმე დღეები სულ კეტავდი და მაგრამ ყველაფერს ვწერდი. და არ წამიკითხავ ჯერ ის რეულები. არ ვიცი, ყოველი დღე, მთელი დღე წერდი. ჯერ დავიწყე სამედიცინო იმით კურთხით, რომ რა ჭამა, რა გააკეთა, რა ეტკინა, რამდენი წყალი მიიღო, რამდენი გამოყო იქ მნიშვნელოვანი იყო მკურნალობისთვის და მაშინ მამუკა ჩუთლაშვილი მეუბნებოდა რომ აი შენი რვეულები ჩემი ძლე დისერტაცია დავიცვაო კი არა რა ვიცი რას არ გავაკეთებო იმდენად ყველაფერი მქონდა აღწერილი და მე რაღაც პერიოდის მერე მომინდა რასაც ლაპარაკობდა ამბობდა და მთელი დღის ამბავი დამეწერა მაშინ ფიქრობდი რომ გავაწლები და წავიკითხავ ან ყოველი დღე ზუსტად ასე უნდა მახსოვდეს და ხა თავში ხო კომპიუტერი არა ვიცოდი რომ მორჩა ეს დაავადება თუ თავიდანვე იცოდი რომ ეს დიაგნოზი უკვე ნიშნავს სიკვდილს დაბადებიდან რომ დიდხან შემთან არ იქნებოდა. ეგ მე მქონდა რაღაც ვერ ხედავდი პერსპექტივაში და ამ ხელა დაავადებას რომ შევეჩეხეთ და ესეთ რთულ რამეს და ესეც ამათ ბებია მიხვდა თავით. მართლა? კი. რაზე მოვიდა და მითხრა ჩემთან ანუ ეზოში ვიყავდა რა. ამათან ადიოდა და ეზოში ვიყავდა. სულ თქვა გაუჭირდა. ნახე როგორ რაღაც იყო იმ დონემდე ვიყავით ახლოს ერთმანეთთან რომ ერთი ზარიც რო ერთმანეთთან რომ ჭირდები უკვე იქ თავდებოდა ყველაფერი რა აი უსიტყოთ და ну მაშინ კომპიუტერები ახალი შემოსული იყო რეკავთ ერთმანეთთან რომ Windows-ი გადავაყენე თამაშები წამეშალა რაღაც და მეუბნება რომ სტუმრები მყავსო ბექაო და ვერ მოვალო კაი მეთქი ხვალ იყოს ზუსტად დაკიდებული არ მაქვს ტელეფონი ისევე მირეკავ სახში ხო ხარ მეთქი სახში ტელეფონზე მირეკავ სახში ვარ მოვდივართო და მოვიდა და ვიყავ ეზოში ველოდებოდი პერი ანდრიას მოდი ეს პერიოდი მინდა სხვადასხვა ვთქვა რა ანუ ველოდებოდი ნუგზარის ნუგოს ველოდებოდი რა და მოდის მეგობართან ერთად და სადარბაზოში შემოსვლა დამინახათან და აუტყდა ხველება რაღაცა ისტერიული ხველება მორბოდა ხო და მოგასწავთ ხო და ხველება რო დამდოს ბებია ჩემს გამოიწია და ყველაზე მაგარი ისაა რომ ნუგზარი ბებია ჩემს ბებიას არ ეძახდა დედას ეძახდა იმდონემდე ახლოს აი როგორც თინათინ იყო ჩვენთან ახლოს ის იყო ბებია ჩემს და ბებიას არ ეძახდა დედას ეძახდა ну მივარდით უცებ აბა რა ხდება აბა როგორ ანაირად და ასე რო ახველებოდი და შემო თუ იცისო ну ავიყვანეთ მე სახში მოასული თუ უბრალოდ უბრალოდ არ მოეწონა ასე რო ახველებო ასე იმიდანო რო ახველებო რამეო ხო არ გჭირსო დედა შენმა უიცისო რომ მოასულიერეთ მე სახში და არაო დედამო არაფერი არც ერთი კვირა ასე ვარ ეს გამონერგია არ მატკენ და გუს არ მანერგიულებ ეგეთი ის
ის პერიოდი იყო, რომ და მაშინ დავიწყე მაკულევები, როცა დამირეკა და მითხრა თუ მოვიდა აღარ მახსოვს სამსახურში. ბებო მივიდა სამსახურში, მივიდა ბებო და ნათქვამი აქ გუშინ მითხრაო. ხო და მითხრა ვიცი მეთქი გუშინ მითხრა, იმიტომ რომ ესე მითხრა რომ უთხარი დედასო. და ჯერ საოცარ ბები აყავ და ღმერთმა აცხონოს მიყვარდა ძალიან და ჩემზე ბევრად უფროსი იყო, ნუ და ისიც ესეთი იყო სხვათა შორის. ერთად ვაკეთებდით ყველაფერს. ბებია სამი თაობა ერთად ძალიან ხარისობდით გასტროლებზე და მე ვთხარი მითხრა მეთქი და დავიწყეთ ესეთი ღრმა კვლევები და მივედით იქამდე, რაც იყო უკვე და კლინიკაში მოვიდა მთელი გუნდი. მე მგონი ალბათ კონცერტი ქონდათ თბილისში და არა სპეციალურად მოხდა. ანუ ოპერაციები იყო თუ ოპერაციები იყო. უკვე ონკოლოგიაში ვიწექით და საშინელ გარემოში აი შესვლა არ შეიძლებოდა. მახსოვს. კლინიკაში შესვლა არ შეიძლებოდა და მილევრო გაიგო რომ მივდიოდით ანუ როგორ რაღაც იყო იცი ექიმი ანუ ექიმი არ გვიშენდა თავად ექიმი ვინც იყო ამასთან შესვლა არ შეიძლებოდა და რო გაიგო რომ ქუთაისელებთან ამდენი მოდიოდნენ თან მარშრუტით მოვდიოდით წავიდა იმ დღეს აღარ დაგვხდა ხო მიხარო უძლურია შევიდა აი მოყოლვა იმღერეს თვითონ იმღერა თორე იმდენად აი ესე მახსოვს ახლა რაღაცნაირად და ჩემთვის ვფიქრობ ნეტა რატო მიხსენება მეს არ დაიმახსოვრა და ანუ ეს ფაქტი არ გახსოვს რომ უმღერეს. დღეს გავიხსენებ, დღეს გამახსენებ და მე რაღაცნაირად გამახსენებ. ალბათ იმიტომ რომ ძალიან ტკიო და ის რო იწვა და ის რომ ხეროდი, მაგრამ ის თვითონ როგორც კონცერტი სხვა ბავშვებიც გაახარეს ეს ეგ აღვიდგინე და მე მამა ანდრია ერთხელ ესე ტელევიზორს უყურებდა და ესენი გიონახა მღეროთ და მან სანგას თამაშობდა მაშინ პირველ ქუთაისელებს დედა ნახე გიორგი ისე გაუხარდა ისეთი გულით დალოცა როგორ მიხარია ყოჩაყო აი დღემდე მომყოლო მე რა ხო როცა სულ გიორგი ეს არის რაღაც ყველაზე დიდი წარმატება მომიტანა და ესე ჩემთან დღეს გაკეთებულია თავის ხელით არა ეს დედიკომ მომიტანა პროექტში რო გავდიოდი და მის მერე წარმატება არ მომშორებია ოღონდ მართლა ყოველთვის ჩემთან ერთად და სულ უთხარი ისე რომ ხო იცი მეთქი მამა ანდრია შენთან ერთად არის და ეგეთი რაღაც უთხარი რომ გადი სცენაზე და იმღერე თითქოს მე ძალიან გულენწყდება რომ იყო ის პერიოდი რომ დედიკომაც მითხრა მე რომ მოვედით და ვისაუბრეთ რომ ძალიან მინდოდა რომ მენახა და შევსულიყავი და რაღაცა კი ბევრჯერ დამილეკავს ჩამოვდივართ მეთქი და ნახავთ ხო მაგრამ გულიც არ მიმიწევდა იმიტომ რომ ხო იცით ადამიანი როგორიც არის ისეთი გინდა ბოლომდე დაიმახსოვრ რომ ისის გინდა რომ მაინც ნახო მაგრამ თვითონაც არ ქონდა იმის სურვილი რომ ჩვენ ვენახეთ არ უნდა რომ ესეთი მითხრა რომ არა პატრიარქთან ცნებობდა შეხვედრაზე და უარი თქვა პატრიარქისთან ხო პირიქით მას არ ენერგიული აი ესე გული მწყდება მაგაზე მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ იმით რომ მახსოვს ისეთი როგორიც რეალურად იყო და არის დღესაც ჩემთვის პირადად სანაც გითხარი გარეთა და მინდა რომ ჩვენ თქვენ მაყურებელსაც უთხრა ეს რომ პერიანდრია რომელსაც მე მოვიაზრებდი ჩემ მეჯვარეთ ჩემ ბავშვს ნათლიად დღეს ჩემ მეორე შვილის ნათლი არ დათილათი არც მეტი და არც ნაკლები აი და რატომ სიამოვნებს ცი თქვენ რომ გამოხვდეთ მე დათილათს ველაპარაკე მაშინ რა მოვდივართ უბრალოდ ჩემ მეუღლე არ იცნობდა პერანდრიას და არც გიოს მეუღლე არ იცნობდა ჩვენი საუბრიდან გამომდინარე იმდენად შევაყმარე რომ მეუღლე მომყავს სამსახურიდან და დრო ადგილი ზუსტად მახსოვს ყველაფერი და მოვდივართ და რატო არის ჩემს ემოციურად ეს იცი ფეხბურთით არის ღვედიც არ ეკვრება ეს უკვე მე-9 თვეშია და ბექაო ერთი კითხვა მინდაო დაგისვა თუ შეიძლებაო ეს რომ გავაკეთოთო და მეთქი რა უნდა გავაკეთო დედა თინათინო თუ შეიძლება ჩვენი შვილის ნათლია იყოს რა აბარი ჩემ მეუღლე მითხრა რომელიც მე უნდა მეთქვა და დღესაც გითხარი სად მიდიხარ მამა მეთქი მოვალ არა სად მიდიხარ და მე ვთხარ რომ მილენათლიასთან მივიდიო რომ გამანებათ ხო კაიმა მართლა ღმერთს დეიდას არ მეძახდეთ მილეს ვეძახდი ხო დეიდას არ მეძახდეთ მილე იყო ჩვენ სახელით და შენობით ჩაურევათ როგორც თანატოლი იმიტომ რომ ჩვენ ტოლი იყო
და აი შეწყვეტოდი ბოდიში. ჩვენთან ერთად ჩვენ რა დავიწყებდით მე ბოდიში შეგაწყვეტინე რაღაცის საუბრობთ. როგორ იყო იცით? ანუ ძის მასალა მამა ანდრია ამოჩვენო და ჭრელო პეპელა. აუ რა ხელა ეს არის. ამპლიტუდა მომჩვენო. ეს ორი სიმღერა მასწავლა, მაგრამ მე ხა ვერ ვიმღერებო. და ერთი სიმღერა ცხრა რამდენიმე აი არ ისა. რაღაცა სიმღერები და ხო და თან რომ მასწავლიდა მე ვერ ვგებულობდი დედა მაღლა დაბლა მაღლა მეგონა რომ და მეყვირა და დედა და ბოლოს გამომხედა დედა არ გეწყინოს და რა უტვინო ხარ მე არ გიწყინოს რა უტვინო ხარ დედა და ვეუბნები რატო შვილო ხო ესე ვაკეთებ მეთქი და არა არასწორად შვებიო სულ აი ის ქონდა აი აბსოლუტური სვენა ქონდა ყველა ინსტრუმენტზე თავისით კი დადიოდნენ ერთად ფანდური სალამური ყველაფერი მაგრამ სოლფეჯიოს ვერ იტანდა მაგრამ ვერც და სოლფეჯიოს ვერ ვიტანდა მათემატიკასთან როგორ ხარ მაგრამ ერთი მე ჩავაბარე მარტო გიორგ ნუ რა იყო კიდე ვიცით აი რო ესე სულ დავდიოდით და როდესაც მოვდიოდით რეპეტიციებიდან სახლში და ახლოს ცხოვრობდით ერთი გაჩერება იყო განსხვავება და ესე დაჯდებოდნენ რეპეტიციის მერე და იწყებდნენ სიმღერას ავტობუსში ჩვენ სამოქალაქო ავტობუსში გზავრებს არ თორდნენ უკან ვждებოდი სპეციალურად მამა ანდრიას ონებიან მოგვეცი ხა ხმაო რომ ემღერა სამში და კაი სირცხვილე ყველა ჩვენ გვიყურებსო მამა ანდრია და ბექა ეუნება იმიტომ ღერი ვარ ყველა მჩორე ამუიღე ხმაო ეუნებოდნენ და ალილოზე კიდე როგორ ვისარა ცხენო და არ დადიოდა ალილოზე ვიცნობდი ჩოხებს და დავდიოდით ისე ხო ცხენოდა ჩვენ რო წინ დავდებოდა კარებთან ეს დიო ნახევარბეჭით უკან განმალებოდა სულ ხო არ ქონდა არასდროს ამბიცია რომ ისა ხო არა ნახე ღეროდა მაგრამ არ ქონდა იმის ამბიცია რომ მე სოლისტი უნდა ვიყო გუნდში არა თავდაბალი იყო იმღერებდა თავის საქმეს მეორე ხმას პარტიას იმღერებდა და კბილი ხმა ქონდა და ისტორია რომ მომიყევი დედაო ბექას ხმა ისმისო ვარტო რა რა გინდასო ხა ესე იგი ვართ სახლში ერთ-ერთი იმის მერე და ვეუნები შვილო მეთქი აი ბექას ხმა როგორ კარგად მესმის მე ვთხარი როგორ ჟღერს მეთქი და შენი ხმა რატო არ მესმის თქო და დედაო ბექაო იმიტომ ურტყავს მე ლუიზაო თავშიო რა ხმა გუნდი უნდა მღეროდეს როგორც ერთი ადამიანია და ვეთანხმები ამ შემთხვევაში ველას მაგივრად ყვერო გამოვარდნილია ისე გამორჩეულად და როგორც ერთმა ადამიანმა უნდა იმღეროსო და ბექას ეს მაგიტო შემოქვა ლუიზა მაგსახელი მე ვიძახოდნენ ჭიებს ჩვენ ანუ ჭიალაშვილები რო ვიყავით შემოკლები ვიძახოდნენ ჭიებს ხო და გაიხსენა სპილო დაიწყე მე ვიწყებდი ისე მართალია, ბევრად მარტივია მარტო რაღაცის კეთება, ვიდრე ვიღებთ, რომ ვიღაცასთან ერთად რო აკეთებ, თუნდაც ბევრთან. უნდა გაითვალისწინო, არ გადაფარო დომინანტი არ იყო, რაღაც კომპრომისზე წახვიდე მე ხმას ვერაფერს უშობოდ და რამე და ჩემი არა და ეგ არის ყველაზე კარგი. ხო, ეს მარტო სიმღერას არ ეხება. მე მაგალითად გაკვეთილზე მეძინა ყოველთვის და ერთხელ ბებია ჩემი მოვიდა და ბოდიში თქვენ არ იყავით მაშინ. არა, ჩვენ დაიბარეს მარტო. ეს ლუიზა უძახის ბებია ჩემს და ხალბატონო თვარისა 3 წლის იყავი. ეს უნდა გაიყვანოთ გუნდიდან რა ძინავს, ანუ ხარა ეს უნდა გაიყვანოთ რა არ შეუძლიათო და მაიმე ხო ამასო გავიყვანთო გიორგისო სულ ძინავს მაინცო და არა გიორგი იყოსო ბეხა გაიყვანოთ იმას რო ძინავს რომ გაიღვიძეს სამი პარტია იცის ზეპირატო და რა აზრია ანუ მე რომ ღერი და ჩვენ რო ერთად ავართ მე ბერი ანდრია და გიო დამსახურება ბებია ჩემის რა რომ მე მივიყვანა ანსამბლში და იქინა მე ბერი ანდრია შემოგვემატა მე იმიტომ რომ ჩვენ მე ვიყავი 6 წელს და გიორგი 3 წელს რომ მივიდა მაგრამ როგორ იყო ცი ჩემი სიმღერა არ იყო გადაწყვეტილი მე უნდა მემღერა და ამის სიმღერა გადაწყვეტილი იყო იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ 9 თვის ბავშვი რომელიც ჰამლეტ გონაშვილის სიმღერაზე ჩერდება და სხვა არაფერი არ აჩერებს იქ უკვე გადაწყვეტილია იქ უკვე გადაწყვეტილი უნდა იმღეროს და ანუ მე რატომ მივყავდი იცი ამასთან ერთად სახში დამტვებელი არ ვყავდა არა და ჩემაჩა შვილიში იყო და მე მივყავდი და პირველი რეპეტიცია იყო ჩაეძინა მაგრამ ხმა ისეთი ქონდა მართლა ყურჭრიდა სულ არ ქონდეს ვინმე მსმენელი ეთქვა რეპეტიციაზე დაეძინა სულ უკან ვიჯექით და რა აზრი ქონდა დაეძინა რეპეტიციაზე და ნუ წავიყვანა ბებია მოთხრა და არა ურას წაიყვანა განებე თავი ბავშვო რა ლუიზა მოთხრა მეორე რეპეტიციაზე მრავალჟამიერის პირველი ხმა იმღერა ეს იქნება ხელს მე გაზეთიც გამოვიდა იქ მეორე სკოლიდან ხმა ისმის და კაცი არ ჩანს და პირველ ხოლმე და მე უბრალოდ მოდიო ამასაც თუ ამღერებო და სახში რო არ დავჭი და წამოვიდა დავჯექ რეპეტიცია და მეც მამღერე ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი და
წინა საღამო რო ჩავატარეთ ფერიანდრიას დაბადების დღე იყო, მაშინ მოვყევი მამაებთან, რომ იმდენად ალბათ გულში ჩამწვდომი და სიღრმისეული იყო ეს ყველაფერი იცოდა დედიკომ რა დროს შეიძლება საერთოდ არც გაუვლი არასდროს თავში რომ აი ეხა ამ წუთას იმას გავაკეთებ და იყო პერიოდი კონცერტი გქონდა ჩავატარეთ კონცერტი და ზუსტად ის დღე იყო როდესაც ფერიანდრია გარდაიცვალა კონცერტი გქონდა არ ვიცი ტელეფონზე რატო გავთიშე რატო კონტაქტზე არავისთან არ გავედი არ მოვიკითხე ან რაღაცა ესეთი რაღაცეები და უბრალოდ რო ჩატარდა საღამო სახში მივდივარ წვები და მთელი ღამე აი შულებს გექცევი მთელი ღამე ჯერ ვერ ვიძინებდი მე რო ჩამეძინა მესიზრებოდა რა ალბათ სვანეთში ვიყავით არ მახსოვს დროშა ხელში ყველა უმღეროდი სვანეთში ვიყავით სახში და ესე რაღაცა გორაგზე ავდივართ მე და ბერიანდრია ესენი ხვდებიან ზემოთ ბიჭები მიგვაქვს წადი საქართველოს დროშა გამოიტანა საქვია ოთახიდან თქო და გამოაქვს საქართველოს დროშა ავდივართ ზემოთ გავართ მრავალჟამბიარებს ხერი ვართ მე პტირი ვარ ბერიანდრია იციდის ოღონ რა ან ვერ მოვდივარ საერთოდ თაზე რა ხდება თქო ოღონ რეალურად ვიღვიძებ და ბალიში აი გასაწური არის უკვე ისეთ დღეში არის და თან დილას უკვე ვთავ ტელეფონს ვხდება პედიკოს დანადეკი და ვხდება ეს სიტუაცია და ეს ხო უბრალოდ არ ხდება ანუ ძალიან სიღრმისეული და აფიო კავშირი უნდა გქონდეს ერთმანეთთან ადამიანებს რომ რაღაცას მიხვთე რა იმ წუთას და ეგ იყო და ეგ და მაქედან უკვე დაიწყო ძალიან ბევრი სირთულეები, მაგრამ კიდე ერთხელ მომხდა ღიმილით შევხვდები უკვე ამ ყველაფერს, რომ დედიკო ხარ ძალიან ძლიერი. თქვენ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ უდგახართ დედიკოს გვერდით, ძალიან ჭირდება, გაძლიერება ჭირდება ამ ბიჭების, გოგოების, ჩვენი ეს ღიმილიანი სახე ყოველდღიური ნახვა, რაღაცა პერიოდის გახსენება, მე უკვე ადაპტირება ამ ყველაფერს და ძალიან რთული არის და შენი ცრემლი იცოდე რომ ყოველთვის არის ჩვენთვის ბედნიერების მომტანი. იმიტომ რომ არ გავიწყდება და არ ევიწყებ იმ ყველაფერს რაც წარსულში იყო და არც დაგავიწყდება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ბედნიერების ცრემლებია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს შენ აძლიერებ და ხარ იმედი და მადლობა ამისთვის. მაგაში გეთანხმები, ალბათ სიკვდილის წინ ხო ადამიანს რაღაცა მძაფრი ემოციები ახსოვს და არასოდეს არ დამავიწყდება დედა-თინათინი. დედას გეფიცები, აი ყველაფერი რომ დამავიწყდეს, არ დამავიწყდები. იმიტომ რომ აი რაღაცა იმხელა გამწევი ძალა ხარ, იმხელა, რომ შენ თავად ამას ვერ ხვდები. აი მე დედაჩემს რო დაურეკე ოპერაცია რო გავიკეთე ბარიატრია დედაჩემს რო დაურეკე სანამ შევყავარ უკვე რაღაცა და ეგრევე ვკრებავ დედიკოს ეგრევე ვკრიბავ დედა-თინათინის ნომერს ეგრევე ვკრიბავ და მე მოვთხარი ჯვარი მომხსნას ყველაფერი ხალათი მაცვია წევარ მივდივარ შევდივარ და ხო არ გეშინია ისი უნდა მეშინდეს და მე წევარ და ბერიანდრია გვერდით მომყვება მეთქი და აი ამ ფსიქოლოგიით მე შევედი აი ესეთი და არაერთი ბავშვი ყავს შეცილებული დედა-თინათინის საოპერაციოდ რომლებიც თავიანთი ბიოლოგიური დედის იყოფნის მიუხედავად მაინც ყველაზე sapasუხისგებლო ნაბიჯს დედიკოსთან ერთად გავარ. ანუ ძალიან ბევრი შვილი ყავს, ხო? ბევრიც გააცილე უკვე მამა ანდრიასთან. მამა ანდრიას მეგობრები, თანაკლასელები და ესენი კიდევ სხვანაირად მიყვარს და ძალიან მეიმედებია. მე არ ვიქნები ამ ქვეყნად. მისაფლოს არ მიატოვებ და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მიხარია რომ არც ერთ ეტაპზე არ ავიწყდებათ, სულ ახსოვთ. ფოტოს აუცილებლად ვაგდებ. რო ავდივარ ფოტოს ვიღებ და ჩავაგდებ რომ მე იქავარ. ჩამიგდებს აქავარ. და რაღაცა ეგ ძალიან დიდი ნუგეშია ჩემთვის, რომ ჩემს მერე ესენი ივლიან და თავშულებსაც ასწავლიან და ივლიან მამა ანდრიას და ჩემთან არაუშავს თუ არ მოვლენ იქ უნდა იარონ და ეგ ჩემი ის არის დავალება. აქ ადამიანი ვინ შემოდის ავტომატურად მისი ცხოვრების ხარისხი ხდება ბევრად უკეთესი ვიდრე არის არ დაგავიწყდეთ ყოველ 13-ში თითოეულ არის შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდში რომ აქ კიდე უფრო მეტი რამე იყოს ვიდრე ამ წუთისთვის არის ალბათ ბევრია ხო დასამატებელი სურვილის შემთხვევაში თუ არც ისე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში თითოეული ადამიანის თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი მე უფრო გადავერთვებით ბავშვების
გახარებაზე. ანუ სხვა რაღაცაზე გადაერთვა ყურადღება. სხვა რაღაცაზე გადაერთვა, როდესაც სტაბილურობის შეგრძნება გვექნება და გვეცოდინება, რომ არ შეგვეშინდება ან წყლის ფულს ვერ გადავიხდით, ან რაღაც დენის, ან გაზის, ან ვერ ვაჭმევ, ან წამალს ვერ უყიდი. აი ეს პრობლემები რომ მოგშორდება, მე ძალიან ბევრს ვიხალისებთ, როგორც ვხალისობთ ხოლმე და მადლობა ბიჭებს, ყოველთვის ჩემ გვერდში არიან. აი ხაც ბავშვთა დაცვის დღეს ძალიან ლამაზი საღამო ჩაგვიტარეს ლალიკომ და გიორგიმ. ბექა იყო ტურზე და აღარ შემოგვიერთდა, მაგრამ ვიცი რა კეთა. მაგრამ ესეთი ლამაზ დღეებს ბევრს ვაჩუქებთ, როდესაც არ გვექნება შიში. კი. მოკლედ თქვენზეა დამოკიდებული შიში ექნებათ თუ არა აქ ცხოვრებ ადამიანებს. მე მგონი ერთი ლარი ყველაზე მცირედია, რაც შეგიძლიათ გააკეთეთ და ისედაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოწყალება გაიღოთ და უფრო დიდი თანხა, კიდევ უფრო დიდი, ანუ უფრო დიდი ჩარიცხოთ ბერი ანდრიას ფოდნის ანგარიშზე. მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით. ყოველ ოთხშაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხედი.